გამარჯობა საქართველო. გამარჯოს. გიზა უჯარმელი და ირაკლი ნარიძე ჩრდილოეთ ამერიკიდან ყველაზე თოვლიანი ქალაქიდან სოფლიოში, ხო? კი, 2 დღის წინ რეკორდი მოხსენით ჩვენი ქალაქის. და მე მგონი ალასკასაც ვაჯობეთ. კი, წინ ტემპერატურაში და აგერ თოვლია. კი, ყველაფერში ვაჯობებ და გადავწყვიტეთ, ახლა დავბრუნდეთ საქართველოში ერთი კვირით, ხო? თუ 8 დღით რაღაც. მივდივართ ჩვენს მშობლიურ კოპწია ლამაზ საქართველოში, რომ გავიხსენოთ ვისი გორისანი ვართ. და ვისვენოთ. მანქანები რასთავარი ამოთხარეთ, სახლის ამოთხარეთ და დავდექით გზაზე. გზაზე გავივლით ახალი ის გაიხსნა, ახალი ქართული კაფე გაიხსნა, გუშინ დამირეკეს და 2010 წელს მეც რო უცხოში ცხოვრობდი ჩიკაგოში, ეგ არ იყო, ერთადერთი ბეიქრი იყო. Devon Avenue. და აღარ არის. აღარ არის, ხო? აღარ არის, მივედი იქ და აღარაფერი აღარ არის. თან ქართველების არ იყო, ეს რუსი კაცი იყო, რომელიც მე პატრონე იყო მაშინ. როგორც წესი, ჩვენ ქართველებს კი გვიყვარს ჭამასმა, მაგრამ საქმიანი ურთიერთობების ბევრი სასწაული გვაქვს ჯერ კიდევ, ხო? და გამოდის, რომ ჩვენს კულტურას და ჩვენს ტრადიციებს ჩვენივრად საქმიანად იყენებენ სხვა კუთხის ადამიანები. ამერიკა ეს ბრწყინვალე მაგალითია ამისთვის. ეგრეა. iPass-ი არის გადახდის სისტემა. თუ გაქვს ესეთი არბიტრის გაჩერება სალაროებში, ყოველ გასასვლელში, ასევე არის ნახევარფასში. ფოტოშოპს არ არის ძვირი, იხდი $30, $10 მიდის დეპოზიტზე და $20 პირდაპირ დებენ შენ ანგარიშზე. არის ნახევარფასში თან. ფოტოშოპის მოძრაობა ამ ავტოსტრადებში, ილინოისში არ არის იაფი. ამიტომ ბევრად მომგებიანია კონდეს ესეთი iPass. მიმღებია ფაქტიურად, ხო, ელექტრონული მიმღები. აჰა. ფოტოშოპს მუშაობს თითქმის ყველა შტატში, ამერიკაში და ილინოისში მარტო არა, მაგრამ სხვა შტატებში არის პირდაპირ საბასური, ნახევარფასი არ არის. მაგრამ მაინც შერავათია, რომ არ გვიწევს გაჩერება. არ გვიწევს გაჩერება და ხურდების და იმების მოძიება ჯიბეებში. სად მოვედით ახლა ჩვენ? აი რა არის ქართველი ადამიანის სული? არ შეუძლია რომ ქართულ კუთხეს არ მიაკითხოს. აქ ჯორჯიან ბეკერი ვხედავ. აი ახლა ჩვენ ვიდივართ საქართველოში, ხო? მაგრამ მაინც ადმოვიდით. ქართული კულტურის და ჩვენი ეთნიკური სამზარეულოს კუთხე ჩიკაგოში. მე და ირაკლი მოვედით, ქართული უნდა მივირთვათ. ესეა. All right. სოფოდან უგზარი. დედა გნახავს მერე და გაუხარდება. ერთი წელია ხო უკვე აქ ხარ? მეორე წელი. როდის გაიხსნა ეს ყველაფერი? ჩვენი ქართული კუთხე. და აქვე აცხობთ ყველაფერს. ჩვენი პატარა საქართველო. კი. ვინ მოდის აქ? ქართველები მოდიან, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ხო ხალხი? კი, ქართველები მოდიან, რუსები მოდიან, ამერიკელებიც მოდიან, აჯაპური, კარგად არის. ჩიზბოც ეძახიან? და შეუძლიათ ხაჭაპურის გამოთქმა კარგად. თუ ვერა? ხაჭაპური. და ამერიკელები როგორ ამბობენ ხაჭაპურს? ხაჭაპური, ეგრე? კარგია. ესტრადა, სადაური ესტრადა. ეს ხუჯაძე დათო. თან თურქულად ვღერის, ხო? დათო თურქული სიმღერებიც აქვს ბევრი. და კიდევ არის ქართული ადგილები აქ, ქართული რესტორნები, არა? კარგია, ძალიან მიხარია. ბადრიჯანი ნიგზით არის ძალიან გემრიელი. და ვინ გამარაგებთ ნუგზარ? არის ეგ დისტრიბუციო ქსელი არის აწყობილი? ქართველი ბიჭია გამარაგებთ. კარგია. მიხარია რომ აეწყო ეს ყველაფერი. ძალიან სასიამოვნოა. და ქართველების მოსახლეობა ამ უბანში დიდია? საკმაოდ, ხო? ამ უბანში მაგრამ ძალიან ბევრი მოსახლეობა. და მე ვიცი რომ ბევრი ქართველი იმაში მუშაობს, აი გადაზიდვების კომპანიები აქვთ, ხო? კი, იმიტომ რომ ჩიკაგო დიდია, ხო, მაგთ იმაში გადაზიდვებში. ეს ბიჭები როგორ არის შენ? აი როგორ არიან, აბა თქვი. ორი აქ არის უკვე. შეემატა ქართულ ემიგრაციას კიდე 2 ემიგრანტი. ფენოვანი ხაჭაპური. მახსოვს გპ-ში როცა ვსწავლობდი, გამოვიდოდით ხოლმე ლექციების შემდეგ და იყიდებოდა ჩვენიერი ფენოვანი ხაჭაპურები და ასევე ჩებურეკები. გახსოვს საჩებურეკო რო იყო აჭარასთან. შენ არ გეხსოვნება შენ.
შებურეკი გახსნა. აი აჭარა სადაც არის ახლა? იქ ქონდათ საჩებურეკო. ძალიან გემრიელად აკეთებდნენ. აიც რა არის ახალგაზრდობა. ყველაფერი რაც ადამიანს თავზე გადახდება, ყველაფერს პოზიტივში ხედავ, როდესაც წარსულში ბრუნდები, ხო? და იმ დროს შეიძლება გეგონა რომ არ იყო ესეთი ტკბილი დრო. ხაჭაპურის ფასი რა იყო შენ? 25 კაპიკი. შენ დროს იყო 50 თეთრი. თეთრი. ეხლა 50 თეთრი. ეხლა რა ღირს ნეტო ხაჭაპური? ბულკი ღიზა 5 თუ 10 თეთრი როგორც მახსოვს. თუ ქონდა ფული, მაგას ყიდულობ ხაჭაპური. ბულკი, კორჟიკი, იყო ეგეთი რაღაც ცნება თქვენ სკოლაში. კორჟიკები, კი, მახსოვს. მიყვარდა კორჟიკი. ყველაზე ისეთი რა. და სოსისი. კი. კატლეტიც იყიდებოდა ბუფეტში. მაგარი. ჩემი მეგობარი ნუგზარ ბაგრატიონი, აი ასე გაგვიმასპინდა ნაპოლეონით, რამდენი წელია? ნაპოლეონი არ გაგვისინჯია, ირაკლი, აბა? მე არ ვიცი, ერთი ალბათ 5. რამდენი წელია უკვე ამერიკაში ხარ? ნუგზარ. და როდესაც ამერიკას საქართველოს ადარებ, რა განსხვავებას ხედავ ყველაზე დიდს? ხედავ რომ ძალიან სხვაგან არის ეს. ამერიკელები. ამერიკა უნდა გაჩერდეს 1-20 წელი, 30 წელი რომ დავიდე. ანუ სხვა პლანეტაა? ნუ ეს ცხოვრების სტილით და ყველა სოციალური ფონი არ ამ ყველაფერი შეფრთხილდება. და შენ როგორც ქართველი კაცი როგორ ფიქრობ, ეს კარგია თუ ჯობია ჩვენ დავრჩეთ ჩვენი ქართული შეხედულებებით და რაღაც ვისწავლოთ ამათგან, რაც არ დაგვაკარგინებს ამ ქართულ რა თქმა უნდა, ამათგან უნდა ვისწავლოთ დროს და შრომის. თუნდაც საქართველოში ახლა დილის 5-ზე ან 6-ს ნახევარზე ვინმეს რომ დავულებო აგლანტავს და მე კიდე 6-ს ნახევარზე ხან ტრაფიკში ვარ ხოლმე. უკვე სამსახურში მიდიხარ. ძალიან სხვა. და შენ როგორ შეიცვალე ამ წლების განმავლობაში? აი შენი თავი შენ ხო გახსოვს პირველად რომ ჩამოხვედი და აი ამ გადმოსახედიდან შენ როგორ შეიცვალე? იმიტომ მე ჩემ თავს ვატყობ რომ ძალიან შევიცვალე ამ წლების განმავლობაში. როგორც საქართველოში ისევე უბრალოდ განაისა ეს შეხრება ისევ თოლქოთან. აი რაც გააკეთებდი საქართველოში, რასაც აქ არ გააკეთებ. მაგალითად, სულ მოდროვის წესებს არ ვარღვევ. ყოველთვის რიქს ვიცავ, ეგეთ რაღაცას არა, სწორად გადავიჭირე და აი რო ეთქენ სრულიად როგორც ყველა გამომჩნია ადამიანი ესეთი გავხდა. უბრალოდ ვეღარ წარმოვიდგენია რომ სხვანაირად გავაკეთე. არა, თუმცა საქართველოში პროფესია არ. და ეს ამერიკული თავაზიანობა, რა სიტყვა ამერიკულ თავაზიანობაზე? დარწმუნებული ვარ, მანდილოსან სკლავაც უღებ კარებს, ხო? და უთმობ. ჩვენთან განსხვავებით ამაც მაინც არა აქვს. ანუ რასაც ეუბნები, ეკითხები პასუხობენ, მაგრამ უფრო ცივები არის. პოლიტიკურ სიმწრეს გესწრებიან და სოლიდაცია. არ მიიწევს რა. აქ ესეთი მენტალიტეტია ესეთი. როცა თავისუფალი დრო გაქვს, არის ეგეთი მომენტი, რომ სახში ბრუნდები და ფიქრობ, აი ხლა ძმაკაც დაურეკავდი დიდი სიამოვნებით, შევხვდებოდი ერთ-ორ ჭიქას დავლევდი. აქ გაქვს ეგეთი მომენტი და ხალხი არის ეგეთი, ვისაც შეგიძლია დაურეკო. იმიტომ რომ ჩემს ქალაქში არავინ არა ეგეთი. მე და ირაკლი ოშორებულები ვართ ერთმანეთს, მაგრამ შეგვიძლია იმიტომ რომ მე მეზობლები ხომ ქართველები ძალიან ბევრი იკრიბებით. ეკლესიაში ვისაც ნახეცად ხეები და ყოველთვის ხდება. ისედაც შეგვიძლია. ანუ ქართული ცხოვრება ჩქეებს აქ. ინახავთ ქართულ ცხოვრებას, ინარჩუნებთ. აი გარი მთავარი. ბავშვები სწავლობენ, აი ვისაც შვილები ყავს, ქართულად მეტყველებენ, სწავლობენ, თუ ჩემნაირი პრობლემა აქვთ ამათაც. იცი რა არის, ბევრჯერ ავსწრებული რომ აი ეკლესიას თამაშობენ და აი ერთმანეთს ქართველებს ბავშვები. ინგლისურად ელაპარაკებენ. თუმცა ცდილობენ რომ ცოტა რაღაცა აკადემიკებულები ძალიან ძნელია, ხო? ყველაფერი ესმის, უბრალოდ უჭერს ლაპარაკი, მაგრამ საქართველოში რო ჩადის სტუმრად და რო ბრუნდება, მე უკეთესად ლაპარაკობ. ირაკლიც სულ ქართულად ელაპარაკება, გოგო ხავს ირაკლის. პატარა. 2 წლისა თუ 1-ის? 2-ის. გაიხარე. ულამაზესი დროშა გვაქვს. ყემალი, ჩვენი ქართული ნაწარმი. სულგუნი ახლა გათავდა.
სოფო, გამოგემშვიდობები. გაგიცანი ახლა პირადად, მოდი გაგოცო. კავშირში იყავი, ხო? კი, ხაზრავა ყოველთვის. ხო, აბა. კი, მეც ასევე. კარგად. შემოვალთ კიდევ, მაგრამ უფრო კარგად. მადლობ. სასიამოვნო თქვენი გაცნობა. აბა, კარგად, ჩემი მოვიკითხავ აუცილებლად. ჩამოვიყვან ერთხელ. სასიამოვნო თქვენი გაცნობა. კარგად, გოგოები, კარგად. კარგად მოგცა. ჩვენი პატარა გამოსეირნება ქართულ კუთხეში, ხო? ხო სასიამოვნო იყო. სასიამოვნო და მართლა გემოვნებით აგაკეთებული რესტორანი, საჭმელის გემრიელი, ისე რომ თავს არ მოგჭრიეს, ხო, ისე გემრიელი და იტყვი რა განსხვავებას მართლა მე ამაყება ჩვენი ქართველებით და შემოკარგებო თუ მოხვდებით ჩიკაგოს მიდამოებში არის ასეთი ადგილი Georgian Bakery, ეს არის Buffalo Grove, ესეთი გარეუბანია ჩიკაგოსი. მოიძიეთ Google-ში, აუცილებლად ესტუმრეთ. რეკომენდაციას უწევ ამ ადგილს მშვენიერი საჭმელი და მშვენიერი კერძები. მე და გიზომ ძალიან ვისიამოვნეთ და გამოგვატანეს კიდევაც საჭმელი თან.